დილამშვიდობის, მოკლედ დღეს საუზმეთ გვაქვს ესეთი რაღაცა, ანუ წიწიბურა, ბადრიჯანი იმაში გრილზე გაკეთებული, ბულგარული, სტაფილო, სალათის ფოთლები და ოხრახუში. მეც იგივე მაქვს, მოკლედ ესეთი საუზმეა, ვინც მიირთმევთ ახლა, შეგერგოთ. დღე მშვიდობისა, დღესაც კარგია მინდია მზიანი. მზე აქედან საერთოდ ჩვენ ფანჯრებში რა პირდაპირ მზის სხივები არ ხვდება. მარტო რაღაც ერთ სეზონზე ანუ ზაფხულში მგონი, სადღაც ივლისი-აგვისტოსკენ აი ყვერო გადადის მზე რა დასავლეთი იქით არის და მოკლედ იქით რომ გადადის აი აქედან ჩანს და ოდნავ ანათებს რა მოკლედ შემოდის ხოლმე. აი მაგაში შევწდი რა ისეთ დროს დავათვალიერე ეს ბინა რომ მომეჩვენა რომ მზის სინათლე შემოდიოდა რა მოკლედ და მოკლედ მეორად განათებიან სახელად ითვლება რა ეს ბინა და სინათლე კი შემოდის, მაგრამ აი პირდაპირ მზის სხივები არა. აი იქ წინ რო შენობა, აი ეს შენობა მან პირდაპირ მზის სხივები შედის ხოლმე. როცა მზე ანათებს ფანჯრებში, ახლა სადაც ცხოვრობდით, იქ იყო მზის სინათლე ყოველ დღე, რა ვიცი, მზე რო გაღვიძებს რა, აი ფაქტიურად ეგეთი ის იყო რა, მზის სხივები. მოკლედ აი ესეთი ამინდია. მებით ახლა 4-ია დაწყებული, ცოტა დამაგვიანდა, ახლა სადილის მომზადება დავასრულე. გაჩვენებთ ახლა სადილი რა გვექნება. მოკლედ ახლა ეს იმიტომ ვაკეთებ თუ ვინმეს მოტივაცია გაუჩნდება, მოკლედ რომ ჯანსაღად იკვებოს და წონაზე აშკარად მოქმედებს რა. ახლა ძალიან ისეთი უკვე ბანალური ფრაზა ეს სწორი ყვება კომენტარიც კი დამწერა სახელი სულ მავიწყდა მოვაპატიეთ. მგონი ტვინი არ მუშაობს. როცა კამერას ვთავ, აი ესე ჭირდა, როცა გამოვთავ, მე ხო ჩვეულებრივად მახსოვდება. ყურადღება გაქვს მოკლედ. ხო და ესეთი რაღაცა რომ ხო კიდე გავიმეორებ, ახლა პასუხი კი დავწერე, მაგრამ კიდე გავიმეორებ, რომ მეც იგივე რეაქცია მქონდა, აი აღიზიანებდა, რომ ხედავდი რაღაცაზე დიეტა, სწორი კვება, ისა, კალორიების თვლა, აი სიგიჟემდე მივდიოდი, რა კალორიების თვლა, რა დიეტა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ყველა ადამიანს თავისებური ეს აქვს ორგანიზმი. ახლა მე მაგალითად ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ ექიმმა ადრე რა დიდი ხნის წინ რომ გამსინჯა ყვა ჩამოვარდა, იმის გავსი არ შეხვედრია არასდროს. მოკლედ მეცინებოდა, ანუ იმიტომ გამოვიძახე რომ ვერ ვიყავი კარგი. ანუ როგორ ვიქნებოდი კარგად, ანუ მეცინებოდა გონება, ანუ თვალები მეხუჭებოდა, გონება მეტიშებოდა, მაგრამ გულს მაგაბუგი გაქონდა და ანუ თავი და ტანი არ მეგობრობდით ერთმანეთთან. მოკლედ ვის რა აქვს სპეციფიური რაღაცა ან გენეტიკური, მაგას ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ესე რომ ერთი რეცეპტი ხა ყველაზე იყოს ესე არ ხდება. მოკლედ ყველამ თავისი უნდა მოძებნოს. გადიფიჭო. ხო და ყველამ თავისი უნდა მონახოს და მოძებნოს რა. სუპერი გავავით. და ესეთი ამბები, მოკლედ ახლა გაჩვენებთ ჩვენ სადილს. ეგ პატარა იმაში ქვაბში მოვთუთქე, ისა ბროკოლი. სოსო მიესალმები? გამარჯობა. ხო, რაღაცები დავალაგე შემოსასვლელში, საფეხსაცმელები გადავახარისხე, გადმოვახარისხე, რაც დახეულია და ძველია. დიდ პარკში ჩავყარე და უნდა გადავყარო. იქ თუ ხედავთ აი ეს ფეხსაცმელი დევს იქა, მოკლედ ვადებ რომ მაჩუკა რა მეწაღემდე ვერ მივაღწიე, მაგის ფული არ ჩამივარდა რა, რომ
ის 10-ია თუ 15 ლარი მოკლედ რა და მე თვითონ ის რაღაცა წერილ ჩავასხო და ვნახოთ თუ დაწერდა ხო კაი ჩავიცვენ და ვიხმარ სანამ ზამთარია თორე გაზაფხულზე რაღაც მინდა ხო და კიდე რაღაც პატარ-პატარა რაღაცის გავაკეთე რაც გავრეცხე და მოკლედ საქმეების მეტი რა არის პატარ-პატარა ვითომ მაგრამ აი კუდები რო დაგრჩება რა აი სულ რო იძახი აი დღეს რა ხვალზე ეგ რაღაც ესე და ესე რო რჩება რაღაცა გასაკეთებელი და ჩამოვწერე ხლა და მიყვები პუნქტების მიხედვით ანუ თავისუფალი დრო რომ მექნება აუცილებლად ესე გავაკეთებ ჯერ პირველი რაც პრიორიტეტია იმას გავაკეთებ მე მეორე ესე და მიყვები ხო მოკლედ ესეთი რომ ახლა გაჩვენებთ საუზმემეთის საუზმეზე ვფიქრობ იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თურმე საუზმეს მე ადრე ვიყავი როგორ იცით დილას ლუკმას ვერ ჩავიდებდი პირში გამორიცხული იყო დილას შემეძლო ყავა დამელია ძალიან დიდი ხნის წინ მახსოვს რომ რაღაცა ბუტერბროდს კიდე ვიკეთებდი მაგრამ მერე ანუ აი ახალგაზრდობის პერიოდში რა ცოტა ის თითინჯერი რო ვიყავი მაშინ ყავას რო გადავკრავდი სამსახურში რო გავბოდი მართლა ჯორივით თუ ვირივით თუ რა ვიცი მე როგორ ვიხარ საერთოდ არ მინდებოდა არაფერი საღამომდე თითქმის რა ისა შუა დღეს ეს 3-4 საათისკენ ხო რაღაცა და მანამდე აი ვიყავი რა ვიცი მე ენერგიაზეც და ყველაფერი არ მშიოდა არაფერი ხო და ამ ბოლო ხანებში ნუ დავაკვირდი რომ თურმე ანუ ეხლა ის მაშინ ახალგაზრდა ორგანიზმი იყო ეხლა უკვე სხვა არის და ეხლა უკვე უნდა მიაქციო ყურადღება რა ნივთიერება რისთვის არის როგორი მუშაობს ორგანიზმი და მოკლედ რა ცოტა ჩახლართული ისა მღლის ესეთი რაღაცები მაგრამ როცა გჭირდება მე მაგალითად ძალიან რომ უკვე აი მართლა რომ პიკი მქონდა და წითელი რო ამენთო აი მაშინ დავიწყე ამაზე ფიქრი და ზრუნვა თორე საერთოდ არც შევხედავდი ჩემ ჭკუაზე იმას ვიზამდი მაგრამ სწავლას იბერემდო უნდა ისწავლო საკუთარი სხეულიც უნდა შეისწავლო თურმე უნდა იცოდე რა როგორ შენ თავს როგორ მიხედო რა მოკლედ ეხლა გაჩვენებთ ესეთი სადილი გვაქვს ეხლა ანუ თევზი, წიწიბურა, ბროკოლი, სტაფილო და სალათის ფოთოლი. დიდი არაფერი ვითომ, მაგრამ თევზია აქ მთავარი გმირი და გახუხული, ასე ვთქვათ, ტოსტში მჭადებული პური. ეს ჩემია, ეს სოსი. მოკლედ აი ესეთი დიდარი მითი რა ქვია ბოჭკოვანი, როგორ ქვია მას რუსულად კლეჩატკა ქვია, ანუ სტაფილოში და ბროკოლში არის განსაკუთრებულად ბევრი და ასევე სალათის ფოთოლში და ხო წიწიბურაში თავისთავად უბრალოდ თევზი თუ სწორედ მახსოვს მე მგონი ცილებია და მოკლედ ბევრი კარგი ისიც აქვს მაგრამ ნახეთ თევზსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა თევზს მიირთმევთ ეხლა ეს ორთქლზეა გაკეთებული ზოლების მიხედვით მიხვდებით რომ ორთქლზე გავაკეთე და საერთოდ წითელი თევზია კარგი ოღონდ არა მარილიანი მოკლედ მარილი ნაკლები რაც შეიძლება ნაკლები ყველაფერში შაქარზე რა ვიცი მე ხა იმს ნაპოლეონია თუ შტრუდელია იმას თუ არ ჩავთვლით აი ნაკლებად რა მაქსიმალურად ნაკლებად აი დღეში ერთხელ შეიძლება თავი ოდნავ წაახალისო რა რაღაცა ხო ცდუნებას რაც შეეხება ესეთი ცდუნებები მქონდა თავისთავად ეხლა აბა ადამიანი ვარ მეც ეხლა ყველას გვაქვს ეს მომენტი ის კი არა ბოლო ვიდეოში რაღაცას რო უყურებ რაღაცას მოკრავ თვალს თანაც შორტები რო არის იმდენი რაღაცები იქ პიცას რო იღებდა და რო იწელება და მოკლედ რა ესეთ რაღაცებს რო უყურებ თავისთავად აი მოქმედებს ახლა ხო და ეს არის დიდი ბრძოლა უნდა გაუძლო ამას რა სხვანაირად არ გამოდის ხო ეს ღრუბელი ჯერ არ გამიხსნია რა ვიცი ესეთი ხასიათი მაქვს ვიზოგავ რაღაცა ვინახავ ხო და ეს არ არის კარგი რა თქმა უნდა მოკლედ მაგას ქვია სიღარიბის სინდრომი ზუსტად რომ რაღაცა სულ ეკონომია სულ რაღაცა ყოველ დღე თურმე თავის თავზე ზრუნავს და როცა ადამიანი პანიკაში ხარ ანუ
რომ პანიკიორობ რა, ვაიმე ესე ზუსტად მაშინ არის რომ ფერხდება რაღაცები, თორე აი ზუსტად მთელი ამოცანის ამოხსნა არის მაგაში რომ უფალს მინდობილი ადამიანი როგორ გზნობს თავს მშვიდად გაწონასწორებულად ანუ სჯერა სწამს და მინდობილია ენდობა და ჯერა ღმერთის რომ ის მას ესე არ დატოვებს რაღაცა სიტუაციაში ხო ესეა საერთოდ ხო და ზოგადად ეხლა აი კიდე რაზე მინდოდა ლაპარაკი და ეხლა გეტყვით მაგალითად ადამიანი რამეს რომ ამბობს ან ფიქრობს სხვა ადამიანზე ეს იცით როგორი რაღაცაა ანუ ეს არის როგორც საკუთარ თავზე ახლა უფრო კარგად გასაგებად რო გითხრათ თუ რამე უარყოფით ფიქრობ ან დადებიც არ აქვს მნიშვნელობა ეს არის რომ აი წარმოიდგინეთ რომ ის ადამიანი ანუ ის მეორე ადამიანი ვისაც ფიქრობთ ხო ის ხართ თქვენ ანუ გამოდის რომ თქვენზე ფიქრობთ ესე თქვენზე გაქვთ ესეთი შთაბეჭდილება თუ კარგს ფიქრობ რაჯობია ესე იგი თქვენ ანუ საკუთარ თავზე აკეთებთ ესე აქცენტს თუ ცუდს ნუ თავისთავად იმ ცუდს გაფი გაუშვი პარკში რაღაც ის იყო პარკი იყო რა იმ თევზიანი და სულელი ესა ხო და მოკლედ ასევე მოქმედებაც ანუ აი მაგალითად მე დავუშვათ ან ჩემი და მე რომ მჩუქნის რამეს ხო აი დავუშვათ ეს მაჩუკა კიდე ქვეყანა რაღაცა უჩუქებია და ანუ ამითი ის თავის თავს უკეთებს სინამდვილეში და იცით როგორი რაღაცა ანუ აი კარმული რაღაც ესეთი ის არის რა ღმერთო სიტყვები არ მყოფნის ну კარმული მომენტია რა ანუ რასაც დათესავ იმას მოიმკი აი რა ძველი გამოთქმები ხო როგორ ისე ну მოკლედ ესეა რა ანუ ყველა ადამიანი სინამდვილეში თუ რამეს აკეთებს უკეთებს საკუთარ თავს და სხვას არავის და ასევე ფიქრები და ყველაფერი რა საკუთარ თავს იმიტომ რომ ბრუნდება ყველაფერი ბრუნდება ეხლა მე დავუშვათ თუ მქონდა რაღაცა უარყოფითი ფიქრი აზრი ხო აი ჭვები თუ რა ვიცი ქვეყანა რაღაცა დავუშვათ ხო თავისთავად მე მომიბრუნდა ის ხო და ესე მობრუნდება ესეც იქნება როცა მე რაღაცა პოზიტიურად ვფიქრობ თავისთავად პოზიტივით მომიბრუნდება და დაკვირვებული ვარ პერიოდში როცა მე პოზიტიურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ ხო ის დღეები უფრო ესეთია უფრო ლაღი კარგი მხიარული და როგორც კი რაღაცა პატარა ეჭვი სხვათა შორის არიან ისეთი ადამიანები რომლებიც აი ჩაგიწვეთებენ რაღაცა აზრს რაღაცა ეჭვს რაღაცას და მე შენ ამასაც ესეთი ადამიანებისგან უნდა დაიჭიროთ თავის შორს იმიტომ რომ ესეთ ადამიანს თქვენთვის კარგი არ უნდა დავუშვათ აი სიტუაცია რომ სამეზობლო დავუშვათ ერთმა მეზობელმა თქვათ მეორე მეზობელს უთხრა დავუშვათ თქვენზე რაღაცა ხო რომ აი ესე ეხლა როგორ ფიქრობთ ერთ-ერთი ანუ რომელმაც თქვა კი არა მეორე რა ის მეზობელი რომ მოვა თქვენთან და გეტყვით იცით რა ეს იცი რა იმან შეძე ესეთი რაღაცა მითხრა როგორ ფიქრობთ ეს კარგი ადამიანია თქვენთვის კარგი უნდა არა რა თქმა უნდა ანუ ამითი რა გაკეთდება თუ არ გაფუჭდება ხო თავისთავად გაღიზიანდები განერულდები და მე პასუხი უნდა გასცე ან არ გასცე მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ნეგატივი ხო უკვე მიღებულია ხო და აი ესეთი რაღაცებს უნდა დააკვირდე ადამიანი და ამის მიხედვითაც უნდა შეარჩიო ის წრე სადაც ანუ ვისთანაც ურთიერთობ და კონტაქტობ მოკლედ აი ეს ინტრიგნობა რა მოკლედ ხო და ესეთ ადამიანებს ყოველთვის უკუღბად მისდით ცხოვრება შეიძლება რაღაცა პერიოდი რაღაცა შემთხვევით რაღაცა ის მოხდეს და მე სულ უკან მიდის და ზუსტად როცა არ ელოდება და როცა განცხრომაშია და რაღაცა აი მაშინ ემართება ესეთი ცუდი რაღაცები როგორც წესი ესეა სამყაროს კანონზომიერებაა და ბალანსისთვის ესეა საჭირო ხო და მოკლედ ამის თქვა მინდოდა რა ხო და რაც შეეხება ნეგატიურ კომენტარებს
დღეს რომ გავიღვიძე, რაღაცა იქით აქეთ გამოვიდი და ნუ დავხედე მობილურს და რაღაცა ისეთი დამხვდა და ძალიან არ მესიამოვნა. და ჩემთვის ვიფიქრე, ნუ აი ხალხი როგორ ცხოვრობს რა, ანუ იკვებება რაღაცა სისულელებით, იკვებება რა გაგებით ანუ სულიერი საკვები რა. ყოველდღიურად როგორ უნდა იფიქრო ესეთ სისულელეებზე, ესე იგი ან უსაქმური, ან ტვინით უსაქმოდ, მოკლედ. ძალიან ცუდი სიტუაცია და ეხლა ვერც მოვეფერები ესეთ ადამიანს, ვერც ცუდს ვერ ვეტყვი. ერთი იმას ვიტყვი, რომ სამწუხაროა, თავისთავად სამწუხაროა, იმიტომ რომ ადამიანში ესეთი რაღაცები რომ ტრიალებს და იხარშება შიგნით, ხო? ის მას ზიანს მოუტანს ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ გამორიცხულია სხვანაირად. ღმერთის შექმნილია ეს სამყარო, ეს ყველაფერი და ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ უფრო ჭკვიანები ხართ და ღმერთს ახტებით თავზე და რაღაცა უფრო რაღაცა გონიათ თქვენი თავი. ყველაფერი ისია მოწყობილი, რომ ეს ბალანსი იყოს და ისა კანონზომიერი იყოს, ხო და როცა ესეთ რაღაცას, ანუ ფაქტობრივად შენ თავს აზარალებ და შენ თავს აზიანებ, როცა მსგავს რაღაცას აკეთებ და ამბობ თუ ქმედებით იქნება თუ სიტყვით იქნება, სიტყვასაც ძალა აქვს, ფიქრს აქვს ძალა, არამც თუ სიტყვას და საქმეს. ფიქრს, ჯერ მარტო ნეგატიური ფიქრი ანგრევს ადამიანს. მაგალითად, სიტყვაზე მე გავაკეთე სიკეთე, ხო? და ადამიანს გავუკეთე სიკეთე და მე ჩავფიქრდი, იმსახურებდა თუ არა, ნუ აი ესეთი რაღაც დავუშვათ, ესეთი მაგალითი. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე რა დამემართება? ხო ხვდებით, ანუ აი ამის თქმა მინდა რომ ყველა ჩვენ ვუკეთებთ საკუთარ თავს ყველაფერს. ხო და ესეა. კარგით, აბა წარმატებულ დღეს გისურვებთ საღამოს, ეხლა მივირთმევთ ამ სადილს, უკვე დაგვიანებულ სადილს და 6-დან აი ესე 7-მდე კიდე რაღაცას მოვიფიქრებ. ნახოთ, მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ რაც ცოტა იქნება და რაც უფრო, ანუ ცოტა იყოს ჯობია და ხარისხიანი და მიკროელემენტებით თუ როგორ ვთქვათ, ვიტამინებით თუ უჯრედი არა, ბოჭკოვანით გაჟღენთილი და ასე შემდეგ, ორგანიზმისთვის სასარგებლო. თავარია ცოტა იყოს და კარგი რა, ამის თქმა მინდა. კარგით, დროებით საღამოს მგონი კიდევ გადავედებ, არ ვიცი, ნახოთ. კარგით, გავკოცეთ.